პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობა დაასრულა. კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე დაახლოებით 25 საკანონმდებლო ცვლილების პროექტი დეპუტატებმა მესამე მოსმენით 77 ხმით 7 წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა. პირდაპირ წესით აირჩევიან მუნიციპალიტეტის გამგებლებიც, ასევე მეორე და მოსმენით კენჭი ეყარა კოდექსის 156 მუხტს, რომელიც დეპუტატებს შორის დავის საგანი იყო და მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულების განსაზღვრას გულისხმობს. უმცირესობამ პროექტს მხარი არ დაუჭირა. ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მხარი არ დაუჭირეთ ამ კანონპროექტს. პირველი ის, რომ ამ კანონპროექტის შემოდის პირდაპირ არჩეული მერის და გამგებლის საკრებულოს მიერ გადაყენების მექანიზმი. ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია ნორმა, რომლის თანახმადაც არჩევნების შემდეგ 13,000 საჯარო მოხელე, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურში, თვითმმართველობებში, საკრებულოში, გამგეობაში, ტოვებს სამსახურს, ისინი რჩებიან უმუშევრები და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიიღო დღეს პარლამენტმა, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოში დემოკრატია მიდის წინ, ჩვენ გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯი დემოკრატიის თვალსაზრისით, როდესაც ავირჩევთ ყველა თვითმმართველ ქალაქში მერებს პირდაპირ წესით, ავირჩევთ გამგებლებს, ხალხი თვითონ გადაწყვიტავს, ვინ იქნება მათი გამგებელი, თვითონ გადაწყვიტავს, ვინ იქნება მათი მერები, ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი თვითმმართველობის რეფორმის, რომელიც კიდევ და კიდევ გაგრძელდება.